გამარჯობა. კვლავ ავსტრალია, კვლავ ადელაიდა, კვლავ მილიონნახევრიანი ქალაქი, რომელსაც 1000 ეკლესიის ქალაქსაც უწოდებენ. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ეკლესია, როგორც წინა ვიდეოდან გახსოვთ. დიდრული სახლები და ვილები ოქროსფერი ქვიშის პლაჟზე მის გასწვრივ არიან ჩამწკრივებული და ადამიანს არამიწიერ სიამოვნებას პირდებიან. მაგრამ თუ ჩემს ორ წინა ვიდეოს გავიხსენებთ, კერძოდ სომერტონელი უცნობის და ბიომონტის ბავშვების შესახებ, ოკეანიდან მონაბერ გრილ ნიავში, რა თქმა უნდა, ადელაიდას უკანა წყუდიადის მხარესაც დავინახავთ. ადელაიდას ისევე როგორც ნებისმიერ მეგაპოლისს აქვს თავისი შემოგარენი, სადაც ნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანები, სოციალურ დახმარებაზე მყოფი ადამიანები ცხოვრობენ. აქ სიღარიბე, უმუშევრობა, ნარკოტიკები, ძალადობა, ალკოჰოლიზმი ჩვეულებრივი განსაცდელებია. აქაური მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, რა თქმა უნდა, კრიმინალური წარსული აქვს და გვიან ღამით აქ არავის ურჩევენ სეირნობას. მე დიდხანს ვიფიქრე გამეკეთებინა თუ არა ვიდეო ამ კოშმარული ისტორიის შესახებ. როცა მასალებს ვეცნობოდი, სრულიად გაუგებარი იყო იმის გააზრება, უბრალოდ ვერ ვიგებდი, უბრალოდ ვერ ვიაზრებდი თუ რა ტრავმებმა შეიძლება აქციოს ადამიანები მსგავს მონსტრებად. რომს დასრულ ასაკში ერთი შეხედვით ნორმალური, კარის მეზობელის შიგნით შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი სიბოროტე არსებობდეს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მე მაქსიმალურად შევარბილე ყველა ფაქტი, რომელიც აქ მოვიტანე, მაინც განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადამიანებს ვაფრთხილებ, რომ ვიდეოს ნახვამში შესაძლოა თქვენში დისკომფორტი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ვიდეო არ არის განკუთვნილი არც ბავშვებისთვის, არც მოზარდებისთვის, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, თუ ახლა თქვენ არ ხართ შესაბამის ასაკში, არ ნახოთ ეს ვიდეო. და მათ კი ვინცაც თქვენი საკვლის მომნელებელი სისტემის და ნერვების იმედი გაქვთ, დავიწყოთ თხრობა. ჩრდილო სოლსბერი ადელაიდას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი უბანია. 1998 წელს აქ 8 შვილის დედა, ქალბატონი ელიზაბეთ ჰაიდონი გაქრა. იგი ისე აორთქლდა, რომ არანაირი შეტყობინება არ დაუტოვებია. როგორც წესი, მსგავსი შემთხვევების დროს პირველი ეჭვმიტანილი ყოველთვის ოჯახის წევრია ხოლმე და სწორედ ასეთი ოჯახის წევრი გახლდათ მარკ ჰაიდონი. პოლიციაში იგი დაიბარეს დაკითხვაზე, მას დეტექტივი გრეგ სტოუნი კითხავდა რამდენიმე საათის განმავლობაში და როდესაც მან კითხა, თქვენი ცოლი გაქრა. მე ყველაზე მეტად ისმაკვირვებს, რომ ამის შესახებ თქვენ კი არა, ამ ქალბატონის ძმამ შეგვატყობინა. რით ახსნით ამ შეუსაბამობასო? და მარკი პასუხობს, ერთი კვირის წინ ჩემმა ძმაკაცმა, ჯონ ბანტინგმა მითხრა, რომ ელიზაბეთი მას ეჩალიჩებოდა. და რომ მან როგორც ნამდვილმა მეგობარმა მას უარი უთხრა, ელიზაბეთი ამაზე გაბრაზდა, გაავდა და გავიდა სახლიდან და აღარც დაბრუნებულაო და მთავარ გამომძიებელს დენის ედმონდს ახსოვს თუ რამ გამოიწვია მასში ეჭვი. ისეთი შთაბეჭდილება მქონდაო, თითქოს ჰაიდონს საერთოდ არ აინტერესებდა სად წავიდა მისი მეუღლე. ინტუიციამ კარნახობდაო, რომ აქ რაღაცა მთლად კარგად ვერ იყო საქმეო. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ გაგვერკვია თუ რა მოხდა სინამდვილეშიო. რა თქმა უნდა, დეტექტივებს იმის ნაცვლად, რომ გაქარწყლებოდათ ეჭვი, პირიქით ისინი მათ ეჭვი კიდევ უფრო გაუმძაფრდათ, რომ რაღაცა მთლად სულთად ვერ იყო აქ საქმე. პირველ რიგში მათ გადაამოწმეს მარკის მეგობართან 32 წლის სასაკლაოს ყოფილ მუშასთან, ჯონ ბანტინგთან და მან დაადასტურა მეგობრის სიტყვები, რომ ნამდვილად ასე იყო ელიზაბეთმა რაღაც. მოკლედ. და მე უარი ვთხარი, ჩემი მეგობრის ცოლიაო და რანაირად გავაკეთებდი მაგ ამბავსო და პოლიციელებს სხვა შორის მარკმა ასევე უთხრა, რომ ელიზაბეთის გაუჩინარებიდან მეორე დღეს იგი წავიდა საერთოდ სახლიდან და თავის მეგობართან რობერტ ვაგნერთან გადავიდა საცხოვრებლად.
აქ გამომძიებლები კიდევ უფრო დაიჭდნენ, იმიტომ რომ რობერტ ვაგნერს არც თუ ისეთი სუფთა ბიოგრაფია ჰქონდა. ისეთი ცნობილი პერსონა გახლდათ პოლიციისთვის. 27 წლის იყო იგი, უმუშევარი, ცხოვრებაში არ უმუშავია, იყო გეროინული ნარკომანი და 1997 წელს იგი უკვე ეჭვმიტანილი იყო ერთ ამბავში, კერძოდ მასთან ერთად ცხოვრობდა ტრანსვესტიტი ქალი ვანესა, იგივე ბარი ლეიმი, რომელიც გაქრა, უგზო-უკლოდ გაქრა და როცა ლეიმი საბანკო ანგარიშები გადაამოწმეს, აღმოჩნდა რომ მას სისტემატურად გამოქონდა თავისი კუთვნილი სოციალური დახმარება ბანკიდან. ანუ როგორც უგზო-უკლოდ დაკარგულად არ იყო იგი გამოცხადებული, ცოცხლად ითვლებოდა და ამიტომ ეს სოციალური დახმარება ერიცხებოდა და ვიღაცას გამოქონდა. ყოველ შემთხვევაში ეს ბარი არავის 2 წელი უკვე აღარავის უნახავს ქალაქში. და აი ამ ამბების შემდეგ ვაგნერზე მიიტანეს ეჭვი. ყველა იმ ბანკომატთან, საიდანაც ლეიმის ფული გამოქონდათ, დამონტაჟდა ფარული კამერები და პირველივე დღეს რობერტ ვაგნერი დაიწყო. დეტექტივებმა გრეგ სტოუნმა და სტივ მაკოიმ არქივიდან გაუჩინარებულთა სია ამოიღეს. ზოგადად ასე ხდება ხოლმე, როდესაც რაღაც ეჭვები ჩნდება, როდესაც ორი ადამიანი უკვე გამქრალი ელიზაბეტი და ლეიმი. ორივე გაქრობა თითქოს რაღაცა კავშირებშია ერთმანეთთან. ამოიღეს ეს არქივები და აღმოჩნდა, რომ 5 შემთხვევაა ასეთი. როდესაც ადამიანი გაქრა და მის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილი არაფერია. ყველა ძაფი თითქოს მიდის ბანტინგისკენ და ვაგნერისკენ, იმიტომ რომ ეს 5 ადამიანი მათი ახლობლები არიან. ამას კიდევ ზემოდან მესამე პირი ემატება, ეს გახლავთ ელიზაბეტის ქმარი, მარკ ჰეიდენი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩაერთო სიტუაციაში და ყველა ეს ინციდენტი მოხდა ადელაიდის ამ უბანში, სოლსბერიში, როგორც გითხარით, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს. გამქრალი ადამიანების სახელები ეს გახლავთ მარკ ჰეიდენის მეუღლე ელიზაბეტი, რომელიც ყველაზე გვიან დაიკარგა. შემდეგ რობერტ ვაგნერის ყოფილი პარტნიორი ბარი ლეინი, იგივე ვანესა ლეინი, კლინტონ ტრისაიზი, ეს გახლავთ ასევე უკვე ლეინის პარტნიორი იყო ეს ბიჭი და ჯონ ბანტინგის უახლოესი მეგობრები სიუზენ ალენი და რეი დევისი. ანუ ეს 5 ადამიანი დაკავშირებული არის აი ამ 3 ადამიანთან. რაც უფრო მეტად სწავლობენ დეტექტივები გამქრალთა საქმეებს, მით უფრო მატულობს ეჭვი, მით უფრო ახლოს მიდიან ისინი ბანტინგ ვაგნერ ჰაიდენის სამეულთან და პოლიციას, რადგან პირდაპირ სამხილები არ აქვს და ეხლა იქ ისე არ არის, რომ როგორც სხვა ქვეყნებში ხდება, სამხილი არ აქვს და კაცს იჭერენ, ასე არ არის ნორმალურ ქვეყნებში, დააწესებენ დაკვირვებას. ყოველ ესე იგი 24 საათიანი დაკვირვების ქვეშაა ეს ხალხი, მათი ტელეფონები ისმინება. ტელეფონებში ხშირად დაშიფრულად საუბრობენ ეს ტიპები, ძირითადად ბანტინგის საუბრებია სხვებისადმი, რომ მაგალითად მე კიდევ მყავს შერჩეული ერთი მგონი დროა მას ამ დღეებში ვესტუმროთ, ბანტინგი ამბობს. კი აშკარა დროა მეგობარო, ესე ვაგნერია. კიდევ ესეთი საუბრები აქვს, რომ დროა საავადმყოფოში დავაწვინოთ, მას გადამზადება არ აწყენდა, დროა დავიწყოთ თამაში და ასე შემდეგ. ეჭვმიტანილები აშკარად ფრთხილობენ და როგორც თქვი, ესე დაშიფრული ტექსტებით საუბრობენ და ეს კიდევ უფრო აღვივებს, რა თქმა უნდა, დეტექტივების ეჭვს. პოლიციაში უკვე 20 კაციანი დეტექტივების ჯგუფია შეკრებილი, ისინი გამწარებულები ეძებენ ნებისმიერ სამხილს და პირველ რიგში ეძებენ ელიზაბეტის ფურგონს, მანქანას, რომელიც გაქრა. ახლა მარკის თქმით, ანუ მეუღლის თქმით, ელიზაბეტი მოაჯდა თავის მანქანას და წავიდა, მაგრამ საპოვნელია, ხო, ეს დიდი ზომის Land Cruiser-ია, როგორც გითხარით, ფურგონია. 1999 წლის 18 მაისს თვალთვალის ქვეშ მყოფ ბანტინგს და ვაგნერს პოლიციელები აედევნებიან. ეს წყვილი 160 კილომეტრით დაშორებულ ადელაიდიდან ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქში, სნოუთაუნში მიდიან
ესეთი უცნაური სახელი ქვია, ანუ თოვლის ქალაქი, უტყუარ სამხილს პოულობენ. ეს გახლავთ ელიზაბეთის მანქანა, რომელიც ვიღაც ადგილობრივი მოსახლის ეზოში დგას. ჩუმად ჩადის კრიმინალისტების ჯგუფი, ისინი სწავლობენ მანქანას, მანქანაში არაფერი აღმოჩნდება, ეზოს მეპატრონი ამბობს, რომ ეს მანქანა ამასინათ მოიყვანესო და იქედან დიდი ზომის, აი ეს ღვინოებს რო ასხამენ და უზარმაზარი კასრი გადმოაგორესო და აი მოპირდაპირე მხარეს ბანკის შენობა როა მიტოვებული, ახლა მაღაზია იქ ახსნილი კომპიუტერულიო, იქო შეაგორესო. ნუ რა თქმა უნდა პოლიციელებმა აიღეს ორდერი რომ გაიხსნათ ბანკის შენობა, გახსნეს და ბანკის შენობაში არის რამდენიმე ოთახი და ერთ-ერთ ოთახში არის კომპიუტერული მაღაზია მართლაც. პოლიციელები ჩადიან სარდაფში და მათ ხვდებათ შავი პოლიეთილენით გადაღობილი სათავსო. სათავსოში შედიან და სათავსოში პოულობენ 6 კასრს. სათავსოში დგას კატასტროფული სუნი. და უკვე პოლიციელები ხვდებიან თუ რა არის კასრებში. ნუ კასრები უნდა გახსნან, რა თქმა უნდა, რათა თავად დარწმუნდნენ, არავის სურს ამ საქმეში მონაწილეობა, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, კრიმინალისტები ხსნიან კასრებს და პირველივე კასრში ისინი პოულობენ ადამიანის სხეულის ნაწილებს. თანდათან ხსნიან კასრებს და თანდათან ყველა ცუდად ხდება, იმიტომ რომ ზოგიერთი კასრი ასე ადამიანების ნაწილებით არის ავსე, ნაწილიც ბლანტი სქელის სითხით. იქვე დევს ძალიან დიდი ზომის დანები და ხერხი და პლუს მარილჟავათის ავსე ქილები. 1999 წლის 21 მაისს პოლიცია 5 ადამიანის გაქრობასთან დაკავშირებით ეჭმიტანილად ცნობს სამ ადამიანს, ეს გახლავთ ჯონ ბანტინგი, რობერტ ვაგნერი და მარკ ჰეიდონი და სამივეს 21 მაისს აიყვანს. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ შენობა, იმ ბანკის მიტოვებული შენობა ჰაიდონის სახელზე იყო იჯარით გაფორმებული. სამივე დაკავებული დუმს ხმას არ იღებს და პრესა, რა თქმა უნდა, აქვეყნებს უკვე საზარელი დანაშაულის შესახებ მასალებს და ადელაიდა და მთელი ავსტრალია შოკირებულია. განსაკუთრებით აუტანელი იყო ბანტინგის, როდესაც იგი დაიჭირეს და ტელევიზორში აჩვენეს თუ როგორი ღიმილი დასთამაშებს მას სახეზე. კრიმინალისტებს ყველაზე საშინელი საქმე ჰქონდათ ახლა შესაძლებელი, მათ უნდა შეესწავლათ კასრების შემადგენლობა, მასში არსებული ადამიანთა ნაშთები და დაედგინათ თუ ვის ეკუთვნოდა ისინი. ზოგიერთი კასრის შემადგენლობა საიდენტიფიკაციო ძალიან რთული იყო, გასაგები მიზეზების გამო, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეებმა სცადეს მარილმჟავათი განადგურება ნაწილი ადამიანებისა, პირიქით მოხდა. ძვლები მართალია ნაწილობრივ დაიშალა, მაგრამ რბილი ქსოვილების კონსერვაცია მოხდა და ამან პირიქით გაუადვილა დეტექტივებს ამოცნობის იდენტიფიკაციის საქმე. ასე რომ კრიმინალისტებმა საბოლოოდ 6 კასრში 8 სხვადასხვა ადამიანის სხეულების ფრაგმენტი დაადგინეს. გამოძიებამ კიდევ ერთი სიურპრიზი მიიღო, არავინ ელოდებოდა, რომ სხეულთა რაოდენობა ამხელა იქნებოდა და დაკავებიდან მეორე დღეს, ანუ 22 მაისს, პოლიციაში შედის ზარი, სადაც ანონიმი იტყობინება, რომ ბანტინგის სახლის ეზოში ასევე 2 ცხედარი არის დაკრძალული, დამარხული. მართლაც ეზოს ექსკავაცია მოხდება და სხეულთა რაოდენობა 10-მდე გაიზრდება. ეჭმიტანილები, რომლებიც უკვე ბრალდებულების სტატუსში არიან, რა თქმა უნდა, კვლავ დუმილის უფლებას იყენებენ, პოლიციელებს და საზოგადოებას ჯერჯერობით პასუხები არ აქვს თუ რამ გამოიწვია ასეთი საშინელი მკვლელობების სერია, რა იყო ამ ადამიანების მოტივი და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევდნენ ამ ხალხს და კლავდნენ. ამასობაში დეტექტივები კიდევ ერთ ადამიანზე გადიან, ეს გახლავთ ახალგაზრდა ბიჭი, 19 წლის ჯეიმს ვლასაკისი. ვლასაკისი იმავე მისამართზე ცხოვრობს, ანუ კორნერ როუდზე, სადაც ბანტინგი და რა თქმა უნდა, თუ სახლში ხდებოდა ეს ყველაფერი, ბანტინგის სახლში, იგი თვითმხილველი უნდა ყოფილიყო, ძალიან ბევრი რაღაცა უნდა სცოდნოდა ყოველ შემთხვევაში მას.
მაგრამ როგორც კი დააკავეს ეს ახალგაზრდა ძალიან შეშინებული იყო, იმდენად შეშინებული რომ დასვეს თუ არა დასაკითხ მაგიდასთან ეგრევე მოხსნა გუდას პირი რო იტყვიან და დაიწყო ამბების მოყოლა, რომელმაც შეზარა ჯერ ისინი ვინც ამას ყველაფერს უსმენდნენ, შემდეგ როდესაც პრესკონფერენციაზე პრესას გაანდეს ეს ყველაფერი, მიხვდნენ რომ საქმე ჰქონდათ ავსტრალიის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცოფიან მტაცებლებთან და სრულიად წარმოუდგენელი სისასტიკის დანაშაულთან. მე არავის უყვებოდი ამ ამბების შესახებო ამბობს ჯეიმსი, მე მეშინოდაო თვითონ რომ მე არ მოვეკალიო და ასევე ყვებოდა თუ როგორ ტრაბახობდა ბანტინგი 90-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, როდესაც მან ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა. თუ როგორ დააპატიჟებინა მას თავი, შემდეგ როგორ მიეპარა უკნიდან, როდესაც იგი ნასვამი იყო უკვე და როგორ გაუპო თავი ნაჯახით. შემდეგ როგორ გაიყვანა ქალაქგარეთ ერთ-ერთ ადგილას და ეს ადგილი დაასახელა ლასაკისმა და იქ დამარხავა. სხვადასხვა ამ ამბებამდე 3 წლით ადრე, სწორედ ამ ადგილას, სადაც რომელიც დაასახელა ჯეიმსმა, მართლაც იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცის ნაშთები, თუმცა მაშინ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდა. არ იყო მაშინ ასე კარგად განვითარებული კრიმინალისტიკური ანალიზი და ამჯერად უკვე ლასაკისის ჩვენებების მიხედვით დადგინდა რომ ეს გახლდათ 22 წლის უსახლკარო კლინტონ ტრესაიზი. კლინტონ საერთოდ არ ყავდა მეგობრები, იგი იშვიათად კონტაქტობდა ოჯახთან, ძალიან მარტოსული იყო, ჰქონდა ფსიქიური პრობლემები, რაც იდეალურ მსხვერპლად აქცევდა მანიაკისთვის, ანუ იგი აბსოლუტურად დაუცველი მიუსაფარი ადამიანი იყო და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კი არა საერთოდ ალბათ მას არც მოიკითხავდნენ თუ უგზო-უგლოდ გაქრებოდა. ეს კიდევ ერთი სამხილი ბანტინგის წინააღმდეგ და მე-11 მსხვერპლი. რაც შეეხება თვითონ ლასაკისის პორტრეტს, მის ბიოგრაფიას, როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე აი ესეთ ადგილებში, სადაც ნარკომანია და ალკოჰოლიზმი ჩვეულებრივი ამბავია, იქ ყვავის რა თქმა უნდა ძალადობა და ყვავის ოჯახური ძალადობა. როგორც აღმოჩნდა, მასზე პერმანენტულად ძალადობდნენ ბავშვობაში მისი ნახევარ-ძმა ტროი და ასევე მეზობელი ჯეფრი, ვინმე ჯეფრი. და როდესაც ლასაკის 14 წელი შეუსრულდა, სწორედ ამ დროს გახდა დედამისი ელიზაბეთ ჰარვი ჯონ ბანტინგის საყვარელი და ბანტინგმა ჯეიმსის მამობის როლი შეითავსა, მამის რომელიც ჯეიმს არასდროს ენახა, ელიზაბეთს საიდან ყავდა ეს შვილი კაცმა არ იცის და ბიჭი გახარებული იყო რომ როგორც იქნა მას მამა ეღირსა, მართალია ერზაც მამა, ანუ არა ნამდვილი მამა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მამაკაცი, რომელიც მას დაიცავდა და მას გაუგებდა. ბანტინგი სხვაგვარად ძალიან უყვარდა თავიდან და სწორედ ლასაკისისგან მიიღეს გამომძიებლებმა პირველი წარმოდგენა ბანტინგის შინაგანი სამყაროს შესახებ. თუ როგორ ამაყობდა იგი მუდმივად ეს ახე პერმანენტულად ხდებოდა, ამაყობდა თავის სასტიკი ქმედებებით, მკვლელობების ჩათვლით და სხვათა შორის იმავე დროს რომ ლასაკი ძალიან უყვარდა ეს მამობილი, ამავე დროს ძალიან ეშინოდა მის, იმიტომ რომ მან იცოდა რომ თუ სადმე რაღაცა არასწორად წამოწდებოდა ბანტინგი მას რა თქმა უნდა მოკლავდა. სხვაგვარად ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებსაც კი ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ რომ თვეების განმავლობაში ეს ბიჭი თან აზრზე მოეყვანათ, რომ მას ეს შიში როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნოდა ამ კაცის და მეორე რომ მას კარგად გახსენებოდა ყველა ის ფაქტი, რომლითაც საუბედუროდ მისი ცხოვრება, ბოლო წლების ცხოვრება აგრერიგად იყო დატვირთული. საერთოდ ბანტინგს ძალიან კარგად იცნობდა ლასაკისის მამინაცვალი, ანუ ამ ელიზაბეთის ერთ-ერთი რიგითი ქმარი, მარკუს ჯონსონი, იქ საერთოდ რა ხდება, ვისთან არის, სად არის, ვისი სკრიპკა, ვის როიალშია, კაცმა არ იცის და
ეს მარკუსი ყვება რომ მე ვიცნობდიო ამ ბანტინგსო და საკმაოდ უცნაური ადამიანი იყო არ იყო გონო ადამიანი საკმაოდ ჭკვიანი იყო და საოცარი უნარი ჰქონდა ადამიანებზე ზემოქმედება მოეხდინა და მათი манипуლირების შესაძლებლობა მისცემოდაო და მე რაღაც რომ ვიგრძენი რომ მithრევს თავის მახეში და თავის ქსელში მაბავს ეგრევე ავდექი და გადავედი ამობნიდან იმიტომ რომ მივხვდი რაღაცა ძალიან ცუდში გავერეოდიო ეხლა მარკუს რო შეხედავ ადამიანი არ ამგონია რაღაცა კარგ საქმეებს და კვლევითი სამეცნიერო კვლევითი მუშაობით იყოს დაკავებული მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მასზე არანაირი მძიმე დანაშაული არ არის Corner Road ნომერ 203-ში, იქ სადაც ბანტინგი თავის საყვარელთან, ელიზაბეთ ჰარვისთან და ლასაკისთან, ჯეიმს ლასაკისთან ერთად ცხოვრობს, ძალიან ხშირად იქ მოდის სტუმრად ვაგნერი. და საუბრები არის ძირითადად რა, აი მაგალითად ბანტინგის ჩვეულებრივი საუბარი, სხედან და ლუცს ამენ და მახსოვს კლივლენდში რომ გამოვიჭირე პედიკი. უნდა გენახათ მისი სახე, როცა უყიროდი შენ ხომ კომიკი იგი მეცა, მაგრამ მე დავასწარი და ვთხლიშე, შემდეგ მუცელზე დავაჯექი და მთელი კბილები ჩაუმტრიე. ისინი არ უნდა შეგეცოდოთ, ისინი ყველგან არიან, ისინი ყველა ნაპრალიდან მოძრებიან, ანუ ადამიანს აქვს ერთადერთი, აი ეს თავში მხოლოდ და მხოლოდ ეს უტრიალებს. მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდება, არანაირი იდეური ეს ადამიანი არ არის, ანუ იდეურად კი არ კლავს თქვა და ესეთ მისგან განსხვავებულ ადამიანებს. არამედ იგი უბრალო სადისტია. რომელსაც უბრალოდ ეს მიზეზი აქვს, რომ მოდი ამას მოვიმიზეზებ, რომ ვითომ ამის გამო. სინამდვილეში არის ჩვეულებრივი ყველა დაბადებული მტაცებელი. ლასაკისმა ასევე გამომძიებლებს უთხრა, რომ ბანტინგმა მას შემდეგ, რაც 5 წლის წინ მოკლა ადამიანი, იგი მზად იყო კვლავ გაეგრძელებიო მკვლელობებიო და მან დაიმეგობრა, სწორედ აი ამ დროს დაიმეგობრა რობერტ ვაგნერი, როდესაც მიხვდა, რომ ლასაკისი მთლად არ გამოადგებოდა, ჯერ კიდევ პატარა ბიჭია და ნუ ეს ვაგნერი ნარკოდამოკიდებულია, პლუს სხვათა შორის არის ადამიანი, რომელსაც ვერ იტანს ბანტინგი, ჰომოსექსუალია პარალელურად, უпроსტად ბისექსუალია, მას ყავს თავისი პარტნიორი, პირველი სხერპილი იყო გახდათ როი დევიდსი, ვინმე ეს გახდათ ახალგაზრდა მამაკაცი, გონება დაქვეითებული, ფსიქიკური პრობლემების მქონე, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობდა და 1996 წლის იანვარში ბანტინგმა და ვაგნერმა როის ძიმე საგანი ჩაარტყეს თავში, შემდეგ სახლში Corner Road-ის 203 ნომერში მიათრიეს და ელიზაბეთს დაუგდეს ფეხებთან. გამოფხიზლდა საერთაშორისო დევისი, ნეტა არ გამოფხიზლებულიყო, ის რაც მას ჩაუტარეს, ენი დაუწერელია და მე აქ არ მოყვები. ნუ საბოლოოდ იგი ამის შედეგად გარდაიცვალა და იქვე ეზოში დამარხეს. დევიდს ყავდა მასავით მთლად არც თუ ისე შორს წასული გონებრივად საყვარელი სიუზან ალენი, მასზე გაცილებით უფროსი. დევიდსის მკვლელობიდან მესამე დღეს ვაგნერმა და ბანტინგმა დევიდსის კუთვნილი მანქანა გაყიდეს, პლუს ხოლმე დამოვიწყდა მეთქვა, რომ აი ამ წამების დროს მას გამოსტყუეს სოციალური დახმარების საიდენტიფიკაციო ნომრები, საბანკო ანგარიშის ეს პინ კოდები და მანქანა გაყიდეს და პარალელურად მისი ანგარიშები გამოასუფთავეს და ეს ამბავი სიუზანმა გააპროტესტა. რა ბედი ეწია მას გამოძიებამ ვერ დაადგინა, ერთადერთი დაადგინა ის, რომ სიუზანის ცხედარი იპოვეს ბანტინგის ეზოში და ბანტინგმა ერთადერთი რაც განაცხადა, რომ იგი ჭარბწონიანი იყო და გულის შეტევითო გარდაიცვალა. დევისის მკვლელობიდან 1 წლის თავზე 1997 წელს წყვილმა მორიგი მსხვერპლი შეარჩია, ეს გახლდათ 19 წლის ტრანსგენდერი ქალი მიშელ, იგივე მაიკლ გარდინერი. მაიკლი თავის ნაცნობ ქალს ბანტინგის ცოლისდას შეპირდა, ცოლისდას სადღაც მიდიოდა, ბანტინგის ცოლისდა. და მე ვიცხოვრებო შენ სახლშიო, თან მოულიო, სანამ შენ ჩამოხვალო და ნუ კარგი, წავიდა ის ქალი, რო დაბრუნდა, სახლი დახვდა გაძარცული,
და ბანტინგმა უთხრა, რომ იმას სქესის შეცვლა უნდა და იმ საოპერაციოთო შენო გაგზარცვაო მთელი ყველაფერი აძვირფასეულობა ქონდა, წავიდაო, წაიღოო და გაქრაო. სხვა შორის ბანტინგი ამ ტრანსვესტით ქალს ეძახდა ყველაზე დიდ და გამოჩენილ ჰომოსექსუალს. ხუმრობენ დაცინვით, რა თქმა უნდა. და აღმოჩნდა, რომ 1997 წლის სექტემბერში ვაგნერმა და ბანტინგმა მიშელი გაიტაცეს მიურეი ბრიჯში, ეს პატარა დასახლება არის ადელაიდასთან, იქ წაიყვანეს, აშინელება გაუკეთეს და მოკლეს. შემდეგ მისი ცხედარი კასრში მოათავსეს. გარდინერი გახლდათ პირველი შემზარავი ბინადარი ამ საშინელი კასრებისა. დეტექტივები კვლავ ცდილობენ და პოლიცია და ფსიქოლოგები და ფსიქიატრები კვლავ ცდილობენ თუ აი რა კრიტერიუმებით არჩევს ბანტინგი და ვაგნერი სამსხვერპლოს. და ვაგნერის სახლში სარდაფში პოულობენ ეგრეთ წოდებულ ობობას დაფას. ეს ობობას დაფა არის გახსოვთ თქვენ ალბათ დეტექტიური ჟანრის ფილმებიდან, როდესაც ხდება სხვადასხვა ეჭვმიტანილების, მათი მსხვერპლის და ასე შემდეგ ეს ფოტოებს აკრავენ ხოლმე დაფაზე და შემდეგ ძაფებით აკავშირებენ აი ამ ადამიანებს ერთმანეთთან და ეს რა თქმა უნდა ეხმარება გამოძიებას კავშირების დადგენაში, რაც აი ამ დახლართულ საქმეებშია ხოლმე. ნუ ასეთი დაფა მეც გავაკეთე, შემდეგ უკვე უფრო დაწვრილებით შემოგთავაზებთ მას, როდესაც თხრობის ბოლოსკენ გავალ, რაც არც თუ ისე მალე იქნება. და აქ აღნიშნული ადამიანები იყვნენ ყველა თითქმის უმცირესობის წარმომადგენლები. თითქმის ყველა. სასჯელს იმსახურებდნენ, იქ ასე ეწერა, LGBTQ თემის წარმომადგენლები და პედოფილები, რომელთა შორის ბანდა ტოლობის ნიშანს სვამდა და ეს იყო ერთადერთი თემა, მე როგორც გითხარით, რაზეც ეს კაცი ლაპარაკობდა, ან ბანტინგი საუბრობდა. ვაგნერს ნარკოტიკების პრობლემაც ჰქონდა და ცოტა როდესაც გაიკეთებდა ასტრალში იყო და ამიტომ 24 საათი ამაზე არ ფიქრობდა, მაგრამ აი ბანტინგის როგორც ლასაკის იყვება, ერთადერთი სასაუბრო ეს იყო. გამოძიებამ თანდათან დაადგინა თუ ვინ იყო ბანტინგი, ის გახლდათ აიდაჰოს შტატის დაიბადა, იგი შემდეგ 6 წლის ასაკში გადმოიყვანეს ჩრდილოეთ ავსტრალიაში, ოჯახი გადმოვიდა, შემდეგ როცა წამოიზარდა, იგი სახლიდან გაიქცა და წამოვიდა და დასახლდა ადელაიდის აი ამ უბანში, კაი უბანი შეარჩია ძალიან საცხოვრებლად. რატო გამოიქცა? იმიტომ რომ მას ყავდა ალკოჰოლიზმით დაავადებული დედმამა, მამა როგორც ვარაუდობენ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ძალადობდა სისტემატიურად აი ამ ბიჭზე და როგორც ჩანსო აქედან ჩაესახა სწორედ აი ეს სისასტიკე და რომელმაც მერე უკვე აი ესეთ გაფუჩქნა პოვა მომავალ ცხოვრებაში, მაგრამ აშკარაა რომ ამ ადამიანს ფსიქიკური ტრავმები აშკარად ჰქონდა და კარგად გამოხატული, იმიტომ რომ თვითონ სასამართლო პროცესებზე, როდესაც აი ამ საშინელ ამბებს, რომელზეც მე კიდე მოგიყვებით, ყვებოდნენ, მას მუდმივად ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და როგორც ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა ქალბატონმა განაცხადა, თუ კი სატანა არსებობს, იგი ჩემს გვერდით რამდენიმე მეტრში იჯდა დღეების განმავლობაში. ფაქტი ის არის, რომ მის თავში მუდმივად იხარშებოდა რაც გაუკომართებული სურვილები, რომელთა აღსრულებაც მას რა თქმა უნდა სიამოვნებას ანიჭებდა და სიმშვიდეს. გამოძიებამ ასევე იცოდა, რომ ბანტინგი ვაგნერზე მძლავრი პიროვნება იყო, უფრო უზარმაზარ გავლენას ახდენდა მასზე, მაგრამ პარალელურად აინტერესებდა რამდენად ძლიერი იყო ეს გავლენა. ვაგნერთან მუშაობდა ფსიქოლოგი პროფესორი ჯეკ უაიტი და მისი სიტყვებით ვაგნერი ბანტინგში ხედავდა ლიდერს, რომელსაც პატივს სცემდა და ეშინოდა. ეს გრძნობა ჰქონდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბანტინგთან ურთიერთობდა. აი მაიკლ ისთან დაწყებული, მაიკლიც, აი ჯეიმს ლასაკისიც, ვაგნერიც, შემდეგ ვნახავთ უკვე მარკ ჰაიდონიც, ყველა იყო ეს ელიზაბეთ ქალები ხო თავისთავად. ყველა იყო აი ამ სასტიკი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ და შიშის ქვეშ, რომ მათ უარესი შეიძლება დამართოდათ თუ ცოტა რაღაცა სხვანაირად მოიქცეოდნენ.
როგორც გითხარით, ვაგნერი საკმაოდ სხვანა უცნაური ტიპი იყო რა, იყო ნარკომანი და იყო ბისექსუალი და სანამ ბანტინგს დაუკავშირდებოდა, ვაგნერი ცხოვრობდა ბარი ლეინთან ერთად. ეს ბარი ლეინი მასზე რამდენიმე წლით უფროსი მამაკაცი გახლდათ და როგორც თვითონ ვაგნერი ამბობდა, ბარისთან კავშირი თვითონ როცა 14 წლის იყო და ბარი 20-21 წლის აი იმ დროს დაამყარა. მიუხედავად რომ ვერ იტანდა ბანტინგი რო გეკითხათ ჰომოსექსუალებს, იგი მაინც მეგობრობდა ვაგნერთან პირიქით, მის მოადგილედ დაიყენა და ამბობდა რომ შენ უბრალოდ მსხვერპლი ხარო და ლეინისგან უნდა გადაგარჩინო, მოკლედ უნდა დაგიხსნა მისი კლანჭებისგან. ანუ ბარი ამ ლეინთან ერთად ცხოვრობს, აგრძელებს ცხოვრებას. და ასეც მოიქცა. უბრალოდ მოკლა იგი. რობერტ ვაგნერს თვით სხვა შორის წამების პროცესიც მოსწონდა, იგი საკმაოდ ძლიერი იყო ფიზიკურად და მსხვერპლს უკნიდან ხელების მოჭერით გუდავდა ხოლმე, მაგრამ ბოლომდე არა და ისინი ხშირად არ აძლევდნენ ხოლმე თავიანთ მსხვერპლს სწრაფი სიკვდილის უფლებას და საათების განმავლობაში გრძელდებოდა მათი საშინელი წამება. მე გითხარით კიდეც, როდესაც სომერტონელ ადამიანზე გესაუბრებოდით, რომელიც უნდა ნახოთ აი ამ ფმულის მიხედვით, თუ არ გაქვთ ნანახი, იქ გითხარით, რომ როდესაც დეტექტივებმა და კრიმინალისტებმა შეისწავლეს ამ ნაწამები ადამიანის თმები, მათი თმების ბოლოებში იყო ბუშტუკები გაჩენილი, ეს იმ დროს ხდება, როდესაც ადამიანებს დენით აწამებენ. მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად შევარბილო, მაგრამ რაღაცა ფაქტები აუცილებლად სათქმელია, ამიტომაც მე გაგაფრთხილეთ, ბრალი აღარ დამდოთ, მე გაგაფრთხილეთ წინასწარ რომ სასიამოვნო ზღაპარს არ მოგიყვებოდით. ვანესა, იგივე ბარი ლეინი კიდევ ერთი ბინადარი გახდა კასრისა. ამის შემდეგ 1998 წელს ადელაიდას ჩრდილოეთით ერთ-ერთ ესეთ მიტოვებულ უდაბურ ადგილას იპოვეს ახალგაზრდა ბიჭის ჩამოხრჩობილი სხეული. ეს გახდა 18 წლის ფსიქიურად დაავადებული ადამიანი, ტომას ტრევილიანი, რომელიც ლეინის ყოფილი პარტნიორი იყო. ანუ ეს ადამიანები ყველა ერთმანეთთან არიან კავშირში. ტრევილიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მაშინ არ ჩატარებულა, იმიტომ რომ იგი მას ჰქონდა დიაგნოზი პარანოიდალური შიზოფრენია და აქედან გამომდინარე ჩათვალეს კორონერებმა, ანუ ექსპერტებმა, რომ მან უბრალოდ თავი მოიკლა და ამიტომ გამოძიება არ ჩატარებულა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტრევილიანი სწორედ ბანტინგმა მოკლა. თანდათან ბანტინგმა ჩაითრია ვლასაკისიც, ახლა ადამიანი ცხოვრობდა, ახალგაზრდა ბიჭი იყო და მისი თქმით თუ იგი ბანტინგის აი დავალებებს არ შეასრულებდა, მასაც იგივე ბედიელოდა და ამიტომაც დავთანხმდიო. სამეულის ბედის გადასაწყვეტად, ანუ ჰაიდონი, ვაგნერი და ბანტინგის, სწორედ ლასაკისის ჩვენებები იყო მთავარი სამხილი. მიუხედავად იმისა, რომ ლასაკისიც გარეული იყო ამ მკვლელობებში, მას შეუთანხმდნენ და ესეთ გარიგება მოხდა, გამოძიებასთან გარიგება ხდება ხოლმე მოგეხსენებათ, რომ იმის სანაცვლოდ თუ ის ყველაფერს აღიარებდა და მოყვებოდა თავიდან ბოლომდე, მას სასჯელს შეუნსუბუქებდნენ. ლასაკისის ჩვენებების საფუძველზე პოლიციამ 6 მსხვერპლის ვინაობა დაადგინა. ეს გახლდათ პირველი მსხვერპლი კლინტონ ტრისაიზი გახსოვთ, მეორე რეი დევისი, შემდეგ მიშელ იგივე მაიკლ გარდინერი, ამათ შორის სუზენ ალენი, გახსოვთ ეს ქალი, რომელზეც ამბობენ რომ გულის შეტევით გარდაიცვალა და ვერ დაუმტკიცეს პრინციპში რომ არ მოხდა ასე, თუმცა მისი ცხედარი დამარხული იყო კორნერ როუდის 203 ნომერში. შემდეგი გახლდათ ბარი ლეინი და 98 წელს მოკლული ტომას ტრევილიანი. ეს რა თქმა უნდა არასრული სიაა ჯერ. ჯეიმს ლასაკისის თქმით, ერთხელაც, როდესაც იგი სახლში დაბრუნდა, ვაგნერმა და მამინაცვალმა ფარდულში დაპატიჟეს იგი და იგი ატაკზე დაგდებული კევინ პორტერის უსიცოცხლო სხეული აჩვენეს. კევინი იყო ლასაკისის ახლო მეგობარი და ჯეიმსივით ისიც ნარკომანი იყო, გეროინული ნარკომანი იყო. ბანტინგი რო გეკითხათ ნარკომანებსაც ვერ იტანდა, მაგრამ სანამ
პორტერს სიცოცხლეს გამოასალმებდა მისი ნემსით ისარგებლა და იქ დარჩენილი რაც იყო ის ჰეროინი გაიკეთა. აი ეს არის სწორედ თვალთმაქცობა და ლასაკისი გაოგნდა, იმიტომ რომ პორტერი მისი ძალიან ახლო მეგობარია, ცნობები ერთმანეთისადმი არ აქვთ, იგი თითქოს არ უნდა ყოფილიყო ამ მოკლუთა მსხვერპლთა სიაში უბრალოდ. და ეს იყო ბოლო წერტილი, როცა ჯეიმსი პარანოიამ შეიპყრო, ბანტინგი მასაც გაუსწორდებოდა, რომ ისიც არ იყო დაცული, მიუხედავად იმისა, რომ მამობა ჰქონდა აღებული ნაკისრი ბანტინგს მასზე. ლასაკისმა დეტექტივებს ისიც უამბო, თუ როგორ შეუერთდა მკვლელების ბანდას მარკ ჰაიდონი. მარკი ზოგადად სუსტი პიროვნება იყო, ალკოჰოლიზმით დაავადებული და მისით მანიპულირება საკმაოდ ადვილი იყო, იმიტომ რომ მას მუდმივად არ ყოფნიდა ფული, ამ ორეულს კი ფული აქვს, სიცოცხლე, იმიტომ რომ ვისაც კლავენ, ყველა არის სოციალურ დახმარებაზე, ყველა იღებს ინვალიდობის პენსიას და ეს პენსიები და ეს დახმარებები ავსტრალიაში და პატარა არ არის. ჯამში შემდეგ როგორც მოთვალეს $200,000 აქვთ ამ სამეულს, უпростоრად ორეულს, აი ვაგნერის და ბანტინგის ორეულს მოპარული სახელმწიფოსთვის და აი ამ ხალხისთვის და ისინი მუდმივად ამარაგებენ რაღაცად ვისკი და სიგარეტები და ამით დაბმულიყავთ ეს ადამიანი, რომელსაც ამაზე ყველაფერზე ფული არ ყოფნის. და თუ ბანტინგს რამე სჭირდება, იგი ბინძურ საქმეს ავალებს ხოლმე მარკს, მაგრამ არა სერიოზულ საქმეებს, იმიტომ რომ აინც არენდობა მას ამაში. და არც მე არენდობა კი ერთია და მეორე ყველა სერიოზულ საქმეს იგი თავად ასრულებს, იმიტომ რომ ეს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს მას. გამონძიებლებზე განსაკუთრებული შაბეჭდილება მოახდინა ჯეიმსის მონაყოლმა, თუ როგორ იქცა იგი უბრალო დამკვირვებლიდან უკვე კვლელად. 1998 წელს ყველაფერი მისი ნახევარ-ძმა ტროი იუდიდან დაიწყო. გახსოვთ ხომ მე თავში გითხარით რომ ლასაკისზე ბავშვობაში იძალა და მისმა ნახევარ-ძმამ, აი ამ ტროიმ, ასევე მათმა მეზობელმა. იმ მეზობელმა გაასწრო ეთყობა, იმიტომ რომ არ ჩანს საქმეში არსად. რობერტმა და ჯონმა ტროი აბაზანაში შეაგდეს, ყვება ჯეიმსი. როგორც ჯეიმსი ამბობს, მე მეგონა დასაბანად შეიყვანესო, წარმოგიდგენიათ, ვაგნერს და ბანტინგს რო ადამიანი დასაბანად შეეყვანა და დაებანათ. და იქ რაც მოხდა მე უბრალოდ ვერ მოვყვები, იმას გეტყვით მხოლოდ მოკლედ, რომ რა თქმა უნდა ტროი მოკლეს და ჩადეს კიდევ ერთ მორიგ კაცრში. ხო, მე ბანტინგმა უკითხავ, მოგეწონაო ესაო, ეს პროცესიო და მე რა თქმა უნდა შეშინებული ვიყავიო და რას ვეთყოდი, არ მომეწონა, სხვა არ ვეთყოდიო და უთხარიო კიო მომეწონაო. მოკლედ ჩაეწერა ჯეიმსიც კვლელების სიაში. ანუ ისიც გაისვარა. ლასაკისმა იზოლატორის კამერაში სხვაიშორის თვითკვლელობას სცადა, მაგრამ გადაარჩინეს, ეს იყო მართლა ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად განადგურებული ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივ შიშში ცხოვრობდა, მუდმივ ჰეროინის ქვეშ წარმოიდგინეთ, ორივე როგორ ანგრევს ადამიანის გონებას და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მან ვერ გადაწყვიტა ვერაფერი, ხა 19 წლის ადამიანი მაინც უკვე მზად არის იმისთვის, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, ხო? მე კი 15-14 წლის ასაკშია ზოგიერთი ასეთი გადაწყვეტილების მიმღები და როდესაც ხედავ შენს ირგვლივ თითქმის გამოუვალი სიტუაცია, ხო? ეს სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება, გითხრევს და პარანოიას გმართებს. რატომ არ გარბიხარ? რატომ არ იცავ თავს? მაგრამ ეს არის სწორედ ასეთი ბჭალებში თქვათ, მაგრამ ლიდერია ბანტინგი, ლიდერი გამოდის, რომელიც ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ადამიანებზე და ისინი დამონებული ყავს. ასეთი ფაქტები უამრავია კაცობრიობის ისტორიაში, ბოლო პერიოდის უახლეს ისტორიაშიც და დროთა განმავლობაში მე თუ თქვენი მოთხოვნა იქნა და თხოვნა იქნა უпростоრად და ჩემი დრო თუ შევძელი რომ დაუთმო, მე აუცილებლად აი ძალიან გახმაურებულ ამბებს გაგაცნობ თუ როგორ ახდენს ერთი ადამიანების დიდ ჯგუფზე ზეგავლენას და რეებს უშვება საბოლოოდ მათი. შემდეგი სამიზნე ამ ჯოჯოხეთური 4-ეულის გახლავთ ახალგაზრდა ადამიანი ფრედ ბრუქსი, რომელსაც აქვს ფსიქიატრიული პრობლემები
მას ბოდვითი აშლილობა აქვს და ასევე ანალოგიური დიაგნოზის მქონე გარი ოდუაირი. ეს გარი ოდუაირი გარდა იმისა, რომ მას ფსიქიატრიული პრობლემები აწუხებს, იგი ცოტა ხნის წინ დაეცა და მას მოძრაობა შეზღუდული აქვს. ანუ ეს ორი სრულიად უნარშეზღუდული ადამიანი ყავთ სამიზნედ ამოღებული. აი აქ უკვე რა ირთვება ამ ადამიანებში მე არ ვიცი, მაგრამ როგორც ლასაკისი ამბობს, თითქოსო ჩვენო არა მათო უნდოდათო და ესო ბანტინგის იდეა იყო, რომ კაცობრიობა უნდა გავწმინდოთ აი ასეთი ადამიანებისგანო და ჩვენ ეს რაღაცა გვახსოვს ხო, აგერ იმ ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ, აქ სახელმწიფო პოლიტიკად იყო ეს აყვანილი, მსგავსი რამ. ამ ორივე საწოდავ გაუბერისედა ცხოვრებისგან საოცრად დაჩაგრულ ორ ახალგაზრდას ისინი საშინელი წამებით კლავენ. და რა თქმა უნდა მათ შეეულებს კასრებში დებენ. ცხოველთა რაოდენობა იზრდება და იზრდება კასრების რაოდენობაც, რომლებსაც ისინი ფარდულში ინახავენ, აი ამ დაწყევლილ სახლში და ჯონ ბანტინგს როგორც ჩანს მოსწონს ზოგადად ესე სერიულ მკვლელებს აქვთ ხოლმე ტროფეის, ანუ ნადავლის შენახვის ეს ციკი. ისინი სხვადასხვა რაღაცებს აგროვებენ მოკლული ადამიანებისა და შემდეგ ამაზე კაიფობენ. მარტივად რო ვთქვათ. თითქოს მათ ცხედრებზეც სურთ რომ კონტროლი დაამყარონ, იმიტომ რომ სხვა ახსნა იმას რომ ფარდულში უკვე 5 კასრია ადამიანის ნაშთებით გამოტენილი არანაირი ახსნა არ აქვს. მაგრამ რაღაც ეტაპზე მარკ ჰაიდენი, რომლის ცოლის გაუჩინარებამაც დაუდო საფუძველი ამ საზარელი დანაშაულების სერიის გახსნას, სწორედ ამ ჰაიდენის სარდაფში გადააქვთ შემდეგ ეს კასრები, იმიტომ რომ უკვე სონი აუტანელი ხდება და ჰაიდენის ადგილას ცხოვრობს, რომ ირგვლივ მეზობლები არ ყავს ახლო, ცოლის შეეკითხება რა არის, რაღაცა ყარს ამ იმაში, ამ კასრებში რა უბედურებაო და თავიდან ბოლომდე მოყვება ყველაფერს. საწოდავ მეუღლეს გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს. ამიტომ იქცა სწორედ ელიზაბეტი მორიგ მსხვერპლად, იმიტომ რომ მან განაცხადა მე ახლავე პოლიციაში მივდივარ და ამის შესახებ უნდა განვაცხადო. ანუ მართალია ელიზაბეტის გაუჩინარებამ უკვე ეჭვები აღძრა და თვალთვალი დაუწყეს აი ამ ოთხეულს. აღმოჩნდა რომ ბანტინგი ისე არის როლებში შესული და ისე მოსწონს მკვლელობები, რომ იმ დროს როცა მას უკვე გამონძიებლები კუძზე ასხედან, ლასაკის აიძულებს რომ 24 წლის დევიდ ჯონსონი, აი მარკ ჯონსონი გახსოვთ ხო? მარკ ჯეიმსის ერთ-ერთი მამინაცვალი, ელიზაბეთ ჰეიდის ერთ-ერთი ქმარი. აი მის შვილს, რომელიც არის უწესიერესი ადამიანი, არის კარგი სტუდენტი, კარგად იცვამს, მისი პირიდან გინება არ ამოდის, ეს თეთრი ყვავია ფაქტიურად იმ გარემოში, კარგად იქცევა, არ სვამს, არ ეწევა და ამის გამო მას აითვალწუნებს სწორედ ბანდა. ლასაკისი ეუბნება ჯონსონს, რომ ამ ადგილას, ანუ სნოუთაუნში, აი კომპიუტერულ მაღაზიაში არის უახლესი კომპიუტერები მიიღეს ფანტასტიკურ ფასებად, თან ჯეიმ მეგობარი არის იქ მაღაზიის გამგე და იგი ფასას დაგვიკლებს და პარალელურად გადაგვივადებს გადახდასო და წაიყვანს აი მიტოვებული ბანკის შენობაში. ნუ იქ აღარ ყვები მე ხარ. რა მოხდა, როგორ მოხდა, ყოველ შემთხვევაში ჯეიმს მოკლავენ, მაგრამ აქვე ხდება, რა ვთქვა, კანიბალიზმის ფაქტი. აი ეს ხდება სხვა შორის ყველაფერი უკვე იმ დროს, როდესაც ისინი თვალთვალის ქვეშ არიან. მე არ ვიცი ზოგადად ალბათ პოლიცია აქამდე რაც მე ეს დეტექტიური ისტორიები მომიყოლია, ყველგან პოლიციას აქვს ხინჯები. ზოგან უფრო დიდი, ზოგან უფრო ნაკლები, მაგრამ აი თვალსა და ხელშუა მათ ეპარებათ ხოლმე აშკარა დანაშაულები. და აშკარად ზოგჯერ მათი ბრალია, რომ ცხოველთა რაოდენობა არის არა 1 და 2, არამედ 10 და 15. მაგრამ ასეა თუ ისე საბედნიეროდ პოლიცია მაინც დროზე თუ ითქმის 12 ადამიანია უკვე მკვდარი, სადისტების პარპაში აღკვეთილია, მაგრამ ესეც ფაქტია, რომ კაცმა არ იცის კიდევ რამდენ ადამიანს შეიწირავდნენ ისინი. ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა. მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია და აი თქვენ თუ აი ამ
სიას შეხედავთ, თქვენ ნახავთ, რომ უკვე 97 წელს 4 არის მოკლული. აი ძალიან რო არ აგერიოთ ტვინი, აი ამ კადრს თუ დააპაუზებთ, მეტნაკლებად გაერკვევით თუ ვინ არის, ვის წარმოადგენს და ვინ არის მსხვერპლი, ვინ არის მკვლელი. 1999 წლის 2 ივნისს 100 დღიანი დაკითხვების შემდეგ ჯეიმს ვლასაკის მკვლელობებში ბრალი წაუყენეს, მისივე ჩვენებების საფუძველზე აღიძრა სიცხლის სამართლის საქმეები ბანდის კიდევ 3 წევრზე და 2 ივნისვე ჯონ ბანტინგს, რობერტ ვაგნერს და მარკ ჰაიდონს წარუდგინეს ბრალდება 10 ადამიანის დადასტურებულად და 2-ის შესაძლო მკვლელობაში. ავსტრალიას სულგანაბული ელის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რეზონანსული საქმის დაწყებას და განვითარებას და პროცესი 2001 წელს 21 ივნისს იხსნება და უკვე 22 ივლისს ჯეიმს სპირიდონ ვლასაკისი 1979 წელს დაბადებული სასამართლოს წინაშე წარსდგა, მას ბრალად ედება 5 მკვლელობაში აქტიური მონაწილეობა, რომელსაც აქედან მხოლოდ 4-ს აღიარებს და მას უსჯიან 26 წლიან თავისუფლების აღკვეთას. იგი სასამართლო პროცესზე 32 დღის განმავლობაში იძლეოდა აღიარებით ჩვენებებს, არა მხოლოდ საკუთარ დანაშაულზე, არამედ სხვებზეც, რა თქმა უნდა, იმას, რასაც იგი ადრე დეტექტივებს უყვებოდა და ეს იმდენად მოქმედებს ნაფიც მსაჯულებზე, რომ რამდენიმე ნაფიცი მსაჯული უბრალოდ ტოვებს დარბაზს და მათი იძულებული არის სასამართლო რომ ისინი შეცვალოს. მარკ ჰაიდონი 1958 წელს დაბადებული, ბრალად მხოლოდ 2 მკვლელობაში ცნეს თანამონაწილედ და არა მკვლელად და 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯონ ბანტინგი 1966 წელს დაბადებული და რობერტ ვაგნერი 1971 წელს დაბადებული, დამნაშავედ ცნეს 11 მკვლელობაში და მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. სასამართლოზე ახსენეს ასევე, რომ ელიზაბეთ ჰარვი არსებობს კიდევ აი ჯეიმსის ვლასაკისის დედა, ბანტინგის ცოლი, ისიც დადანაშაულებული არის 6 მკვლელობის შესახებ გაუთქმელობაში და ნაწილობრივ თანამონაწილეობაში. მაგრამ იგი 4 თვეულის დაკავებიდან 1 კვირის თავზე სიმსივნით გარდაიცვალა, ამიტომ საქმე შეწყდა. კიდევ არის ერთი ქალი, გახსოვთ თქვენ, როდესაც მიშელ გარდინერზე მის მკვლელობაზე ვსაუბრობდი, ბანტინგის ცოლის და ეს არის ჯოდი ელიოტი, აი ქალთან ცხოვრობდა სწორედ გარდინერი, რომელსაც დააბრალეს, რომ ბანტინგმა დააბრალა შენი ნიუტებიო გაიტაცაო, შენი ძვირფასეულობაო და სქესის გადაკეთების მიზნითო და დაიკარგაო სინამდვილეში ამათ მოკლეს. და თითქოს მასზე არის ეჭვი, რომ მან რაღაცა იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი საერთოდ რა ხდება იმ უბანში მე არ ვიცი, მაგრამ გონებრივად ჩამორჩენილია და დაანებეს თავი, მოკლედ იქ რაღაც არც პირობითი საჯელიც კი არ მიუციათ. ახლა ჩამოვყვეთ ბანდის მიერ მოკლულთა სრული სია არის ასეთი. კლინტონ დუგლას ტრეიზისი 20 წლის არის, მოკლული 1992 წლის 31 აგვისტოს ნიჩბის თავში ჩარტყმით სოლსბერიში, მას შემდეგ რაც იგი სასაუბროდ თვით ბანტინგმა დაპატიჟა ვატერლო კორნერ როუდზე მდებარე სახლში. კლინტონი პედოფილიაში დანაშაულა, მკვლელობის შემდეგ მას ზედმეტსახელი ბედნიერი შარლით მოიხსენიებდა, დაცინვით რა თქმა უნდა და ცხედარი ვაგნერის და ლეინის მეშვეობით მოიცილა თავიდან. ტრეიზისის ნაშთები მკვლელობიდან 2 წლის შემდეგ ლოუერ ლაიტში იპოვეს, როგორც გითხარით, 97 წელს ტრეიზისი ავსტრალიური შოუს ვეძებთ დამნაშავეს ერთ-ერთი გმირი იყო. ამ შოუს ვლასაკისთან ერთად უყურებდა ბანტინგი და ტრაბახობდა, რომ ეს ჩემი ჩადენილია და ეს კრეტინები მემეძებენ, მე აგერ ვზივარო სოლსბერიშიო და ისინი ამ ხელა შოუს აწყობენო, ხო ხედავთო. მეორეს გახლდათ რეი ალან პიტერ დევისი, 26 წლის გონებრივად ჩამორჩენილი მამაკაცი, რომელსაც სექსუალური კავშირი ჰქონდა სიუზენ ალენთან, რომელიც ბანტინგის ყოფილი საყვარელი იყო, აი სიუზენ ალენი, ცხედარი იპოვეს სწორედ ბანტინგის ეზოში და დევისი თავის ფურგონში ცხოვრობდა, რომელიც სიუზანის სახლთან იდგა 1995 წელს შობა ღამეს
სუზანის პატარა გოგონამ დაინახა თუ როგორ ალაგებდნენ დედამისი და ბანტინგი დევისის ფურგონს. მოგვიანებით ბანტინგი ლასაკის გამოუწყდება, რომ დევის დედამისმა, ანუ ელიზაბეთ ჰარვიმ ჩაარტყა დანა, ხოლო შემდეგ უკვე იგი სიცოცხლეს ვაგნერმა გამოასახლა. 1999 წლის 23 მაისს 47 წლის აი სუზენ ალენი, როგორც ამბობენ ნაწილსჯერა, რომ ბანტინგის მოკლულია, მაგრამ უბრალოდ სამხილი ვერ მოუძებნეს და ამიტომ ჩაითვალა, რომ იგი თავისი სიკვდილით მოკვდა, მაგრამ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ბანტინგთან როცა გაქვს ურთიერთობა, იქ შემთხვევით და შენი სიკვდილით ვერ მოკვდები, მით უმეტეს, როდესაც დანაშაულის მოწმე ხარ. მეოთხეს გახლავთ მიშელ იგივე მაიკლ გარდინერი, 19 წლის ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ვაგნერის სოლისდასთან ერთად ცხოვრობდა, გახსოვთ, უკვე მოყვევი მე მასზე. 42 წლის ვანესა ლეინი, მანამდე ბარი ლეინი, ტრანსგენდერი ქალი, რომელიც მანამდე ვაგნერის პარტნიორი იყო, ბანტინგმა წყვილი 91 წელს გაიცნო და დაუმეგობრდა და მას შემდეგ რაც მასზე ეჭვი მიიტანეს, რომ იგი მეზობელ მამაკაცთან არის კავშირში, სასტიკად სცემეს და მისახს ცეცხლი წაუკიდეს. ეს გაფრთხილება იყო თითქოს და ამის შემდეგ უკვე ლეინი ტომას ტრევილიანს დაუკავშირდა აი პარანოიდალური შიზოფრენით დაავადებულ ახალგაზრდა ბიჭს და სწორედ ამ დროს კლავენ მას და ეუფლებიან მის საბანკო ანგარიშებს და სოციალურ დახმარებას. ამის შემდეგ უკვე რიგში დგას ტომას ეუხენიო ტრევილიანი 18 წლის, რომელსაც თავი მუდმივად რაღაც გენერალი ეგონა და ეცვა თავისი გამოგონილი სამხედრო ფორმა, დადიოდა დიდი ზომის დანით, შიშის არცემდა ყველას ირგვლივ და ერთხელ ძაღლის მოკლა მოინდომა ამ დანით და აი მაშინ ბანტინგმა თქვა, რომ ესო ბოლომდე გავიდაო, იქეთ გაღმაო და დროაო თავიდან მოვიცილოთო და მოიცილეს კიდეც გახსოვთ ეს ის ბიჭია, რომელიც ადგილობრივებმა ჩამოკიდებული იპოვეს და ჩათვალეს, რომ მან თავი მოიკლა. მეშვიდეს გახლავთ გევინ ალან პორტერი, 29 წლის, ლასაკისის მეგობარი, მასთან ერთად გეროინული ნარკომანი, რომელიც სხვადასხვა ანალოგიურად სხვებისა ფსიქიატრიულ კლინიკაში კარგი ხნის განმავლობაში კურნალობდა და ამის შემდეგ რაც მოხდა იცით. 21 წლის ტროი იუდი, ეს ლასაკისის ნახევარ-ძმა იყო. ადრე ჯეიმსმა ბანტინგს უამბო, რომ ტროიმ მასზე იძალა და როდესაც იგი ბავშვი იყო და სწორედ ამიტომ გამოუტანეს მას ეს განაჩენი. რა თქმა უნდა, ტროის სხეულიც კასრში აღმოჩნდა. ფრედერიკ რობერტ ბრუქსი, 18 წლის, მარკ ჰაიდონის ცოლის ჯოდი ელიოტის დიშვილი. აი ჯოდი ელიოტი, როგორც გითხარით, რომელსაც მიშელ გარდინერი ცხოვრობდა მასთან. ჯოდი 1997 წელს გადმოვიდა ადელაიდაში, ვითომ უკეთესი ცხოვრების საძებნელად, რათა დასთან უფრო ახლოს ყოფილიყო და ამით ფაქტიურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავის ფსიქიურად დაავადებულ შვილს. მეათეს გახლავთ 29 წლის ჰარი ოდუაიერი, იგი ბანტინგის მეზობელია, ფსიქიურად დაავადებული და როგორც გითხარით, მას ფიზიკური ნაკლიც აქვს, რის გამოც ვერ მოძრაობს და ამიტომ მასაც კლავენ, იგი იღებს ორმაგ პენსიას, ანუ იღებს როგორც ფსიქიატრიული ინვალიდის, ასევე ფიზიკური ინვალიდის პენსიას, საკმაოდ დიდ თანხას და სწორედ ეს არის მისი რეალური სიკვდილის და მოკვდინების უпростоრად მიზეზი. 37 წლის ელიზაბეთ ჰაიდონი, მარკ ჰაიდონის მეუღლე, ეს გახსოვთ ვინც არის და ბოლო დევიდ ჯონსონი, 24 წლის ახალგაზრდა ბიჭი, წესიერი ადამიანი, რომელმაც იმ წელს ჩააბარა და უკვე გამზადებული იყო, წასულიყო სიდნეიში სამხედრო პილოტების კურსებზე და არ დასწალდა, მანაც კასრებში ჰპოვა განსასვენებელი. რა თქმა უნდა, ბანტინგს როგორც თქვი, უბრალოდ გამოგონებული ჰქონდა, ვითომ რაღაც იდეოლოგიას ემსახურებოდა და ვითომ დედამიწის გაწმენდა უნდა და არასასურველი ელემენტებისგან. იგი ჩვეულებრივი კლასიკური მოძალადე, კლასიკური სერიული მკვლელი იყო
და კლავდა და აწამებდა ადამიანებს განურჩევლად სქესისა, ორიენტაციისა, შესახედაობისა და სოციალური წარმომავლობისა. ყველა კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა მას ეს ეგრეთ წოდებული ღმერთის კომპლექსი და ეს კარგად გამოჩნდა ჩანაწერებში. რა საშინელიც არ უნდა იყოს, წამებების დროს ეს ადამიანები იწერდნენ მსხვერპლის ხმას. და სწორედ იქ ისმის ბანტინგის ხმები, რომელიც უბრძანებს მსხვერპლს, რომ მას უწოდონ მეფე, უწოდონ ღმერთი, უწოდონ შეფი, ბოსი და ასე შემდეგ. სხვადასხვა იმდენად ამაზრზენი ტიპები არიან, რომ აი ამ წამების დროს ჩაწერილი ტექსტიდან ისინი ჭრიან კომპიუტერზე სიტყვებს, აწყობენ მათგან წინადადებებს და ამ წინადადებებით უკავშირდებიან მსხვერპლის ოჯახის წევრებს და საშინელებებს თვითონ აი ეს მოკლულები თავისივე ხმით საშინელებებს ყვებიან თავიანთ თავზე. ძალიან დახვეწილი ნაძირლები, ძალიან დახვეწილი მტაცებლები არიან. ყველაზე ტრაგიკული ამ საქმეში ის არის, რომ ამ მკვლელობების აღკვეთა პირველი მკვლელობის შემდეგ შეიძლებოდა და მინიმუმ 11 ადამიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჰენებერგი თulis რომ თავიდანვე უპატიებელი შეცდომა იყო დაშვებული, რაც საშუალებას მისცემდა სამართალდამცავებს ადვილად გასულიყვნენ მომავალი სერიული მკვლელების კვალზე. როგორც გახსოვთ, 1994 წელს აღმოაჩინეს ადელაიდის შემოგარენში, აი ლაუტერ ლაიტში კლინტონ ტრეიზისის ცხედარი, ეს პირველი ნომერი არის მათ სიაში. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პოლიციამ საზოგადოებას მიმართა, რომ დახმარებოდა მათ მის ამოცნობაში, არავინ არ გამოეხმაურათ. და საქმე თავზე შემოდეს. ამ დროს ტრეიზისის ნიშნები, მისი ანატომია რომ კარგად შეესწავლა, ძალიან ბევრი სამხილი იყო იმისა, რომ მის კვალზე გასულიყვნენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ბიჭი ხშირი სტუმარი იყო საავადმყოფოების და იგივე თქვა კბილის ფორმულის მიხედვით, იგივე მას ორი ნეკნი ჰქონდა გატეხილი და შემდეგ შეხორცებული, აი ამ ნიშნების მიხედვით, რომ მონდომება ყოფილიყო პოლიციელების აუცილებლად დაადგენდნენ თუ ვინ არის ეს ადამიანი და ამის შემდეგ ძალიან ადვილად ოდნავი ტვინის განზრევა იყო საჭირო, გავიდოდნენ უკვე თავარ მოქმედ პირზე და ეს სერია, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა მკვლელობების. მარკ ჰეიდონი 2018 წელს გათავისუფლდა, ჯეიმს ვლასაკისი კი წელს 6 აგვისტოს. როგორც გათავისუფლების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ჯეიმსმა ეს გათავისუფლება სანიმუშო ქცევის გამო დაიმსახურა და ისედაც გაუვიდათ მათ ეს 26 წელი. ვლასაკის როგორც ასაკით პატარას და ამავე დროს ჩამშვებს სხვათაშორის ციხეში ამ წლების განმავლობაში ბევრის გადატანა მოუწიაო, იგივე ეს ქალი ამბობს, მაგრამ ეს ერთი მისხალიც არ არის ჩემის აზრით იმ ტანჯვისა, რაც მისი თანამონაწილეობით უამრავმა ადამიანმა გადაიტანა სრულიად უდანაშაულო. სულ ცოტა ხნის წინ სხვათაშორის eBay-დან გასაყიდების სიიდან ამოიღეს ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე ამაზრზენი მკვლელის ჯიმ ბანტინგის მიერ ციხეში დამზადებული ნივთები. რა ნივთები იყო ეს, ვინ დადო გასაყიდად, რისგან იყო ეს ნივთები დამზადებული, არავინ იცის და ეს ინფორმაცია პოლიციამ რა თქმა უნდა დამალა. ჯონ ბანტინგი 2019 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. ბანტინგის სადისტ მკვლელთა ბანდის ისტორია მხოლოდ საშინელებათა ქრონოლოგია არ გახლავთ. ეს არის ისტორია 90-იანი წლების საზოგადოების ჭრილისა, რომელშიც მარგინალიზაციამ, აუტანლობამ, საბავშვო ტრავმებმა ერთი ქსელი შექმნეს. კარგად დავფიქრდეთ, კიდევ რამდენი ადამიანის ტვინშია მსგავსი ქსელი გაბმული. რამდენ ჩვენგანში ზის განსხვავებული ადამიანების მიმართ საწინააღმდეგოდ და ბოროტად განწყობილი შხამიანი ობობა, რომელიც უბრალოდ თავის დროს ელოდება, რათა თავისი მტაცებლური ბუნება გამოავლინოს. და კიდევ როგორც უამრავი საქმე, ასეთი საქმე გვაჩვენებს, ბოროტება იქ იყიდებს ფეხს, სადაც მასზე საუბარს გძალავენ.
ნიკი შხამიან ყვავილებად იზრდება იმ ადგილებში, სადაც დახურული საზოგადოებებია, საიდანაც არც ერთი სიტყვის გატანა არ შეიძლება. სადაც ერთი პიროვნების დიქტატზეა ყველაფერი დამოკიდებული, სადაც ადამიანებს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დასჯის შიშის ქვეშ ამყოფებენ. სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრს ყველას ფაქტიურად მიეცა საშუალება სოციალური ქსელების საშუალებით ყველანაირი სიძულვილი, სისაძაგლე, ტყუილი, ცილის წამება და ზოგჯერ აშკარად ბოდვითი იდეები გაახმოვანოს, გაავრცელოს და თანამოაზრეებით შემოიკრიბოს. ჩართე ტელეფონი და იქ ადაგე რაც გინდა. გარანტირებული გაქვს, რომ ვიღაცა აუცილებლად მოგისმენს, შემდეგ მესამე შემოგიერთება, მეოთხე, მეხუთე და ასე გაივსება შენი აუდიტორია. ამიტომ მე არაერთხელ მithქვამს და 1000-ჯერ და ალბათ ყველა ვიდეოში გავიმეორებ. ჩვენ ვართ ადამიანები. ჩვენ ღმერთმა თუ ევოლუციამ მოგცა გონება. ჩვენ ქვია homo sapiensები ლათინურად, ასე დაგვარქვა კარლ ლინემ სისტემატიკის მამამ, ანუ ადამიანი გონიერი. ხოდა ჩავართოთ ეს გონება. ჩავართოთ ის ორგანო, რომელიც აი ეგ ძვლის ქვეშ გვიდევს. ორგანო, რომელიც კრიტიკული აზროვნების, დაკვირვების და გაანალიზების უნარს გვაძლევს და ამით გაგვასხოვებს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან, რათა მანიპულატორი შხამიანი ობობების ქსელში არ გავებათ. და ვლასაკისივით ასეთ უმანკო ადამიანიდან არ გადავიქცეთ მკვლელობის თანამონაწილე და შემდეგ უკვე ცივსისხლიან მკვლელად. 2025 წელია. ამდენი წლის შემდეგ იმ კოშმარის ექო კვლავ გაისმის ავსტრალიაში და არა მხოლოდ ავსტრალიაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კითხვაზე მაინც რჩება გაუცემელი პასუხები. თუ რა აქცევს ადამიანს დაცებლად. მაშინ, როდესაც დაცებლობა მას არაფერში სჭირდება. მე კი დღეს ამით მინდა დაგემშვიდობოთ, საკმაოდ მძიმე თხრობა გამომივიდა, ვინც ბოლომდე უყურეთ, დიდი მადლობა, რომ გაუძელით ამ ძალიან რთულ ისტორიას, იმიტომ რომ მე როგორც გითხარით, ამ თემის მომზადებისას ძალიან ბევრს ფიქრობდი. გამომექვეყნებინა თუ არა ვიდეო და ჩავთვალე რომ და გამოვაქვეყნო, იმიტომ რომ მაინც არსებობს სხვადასხვა ენებზე და ქართულმა მაყურებელმაც იცოდეს თუ რაოდენ დიდი საშიშროების წინაშე შეიძლება იდგეს ადამიანი ისე რომ მას წარმოდგენა არ ქონდეს რომ აი ესეთი ხალხი არსებობს. ამიტომ გავფრთხილდეთ მეგობრებო, მაქსიმალურად ვეცადოთ რომ გავაანალიზოთ ისე ვამბობ სიტუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმოქმედოთ. მე მინდა 7 ლამაზი შემოდგომის კვირა გისურვოთ. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს, ამიტომ არ გადართოთ, დარჩით არხზე. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.